სოხუმელი ავტომობილელი დავით კვარაცხელია ბულგარეთის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. დავით კვარაცხელიას იგივე დავიდონეს, რომელიც აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ ქალაქ ვარნაში ცხოვრობს, კარგად იცნობს ბულგარეთის სპორტული სამყარო და მისი მიღწევების შესახებ საქართველოშიც კარგად იციან. სულ ახლახან კი მან ახალი გამარჯვებით გაახარა თავისი გულშემატკივარი. სოხუმელი ავტომობილელი ტიტულოვან ბულგარელ კოლეგასთან პლამენ სტაიკოვთან ერთად ბულგარეთის ცნობილი ჩემპიონატის რალი ტვერდიცა ელენას გამარჯვებული გახდა. ტურნირი 11 ეტაპად მიმდინარეობდა და საუკეთესო შედეგები შტურმან დავიდონესა და პილოტ პლამენ სტაიკოვის წყვილმა აჩვენა. აღსანიშნავია ისიც, რომ დავით კვარაცხელია 2014 წლიდან ყველა სპორტულ შეჯიბრებაზე მონაწილეობს მანქანით, რომელსაც წარწერა სოხუმი საქართველოა ამშვენებს. ეს იდეა ავტომობილელმა სოხუმელ ჟურნალისტ თენგიზ პაჭკორიასგან გაიზიარა. ცნობილია ისიც, რომ ამ ინიციატივას მხარდამჭერები ბულგარეთშიც გამოუჩნდნენ და დავითს სოლიდარობის ნიშნად ბულგარელი კოლეგებიც შეუერთდნენ. როგორც ავტომობილელი ამბობს, ეს წარწერა მას ძალას და რწმენას მატებს მორიგი წარმატებების მოსაპოვებლად. ყველა გამარჯვებას კი საკუთარ ქალაქ სოხუმს და სოხუმელებს უძღვნის. ამ შეჯიბრებებში კი ქართველ ავტომობილელს მხარს უჭერს მისი მეგობარი ბულგარული ფირმა სოფია კონექტის მფლობელი იულიან ნუშევი. დავით კვარაცხელია არაერთხელ გახდა ბულგარეთის ვიცე-ჩემპიონი სხვადასხვა კლასის ავტორბოლაში. ასევე ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვერცხლის თასის მფლობელი. მიმდინარე წელს კი რუმინეთში გამართულ ბულგარეთისა და რუმინეთის ერთობლივ ჩემპიონატზე სიბიუ ბულგარეთის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დავიდონე თავის უცხოელ და ქართულ გულშემატკივრებს ახალ წარმატებებს პირდება. ავტომობილელი ბულგარეთის შიდა ტურნირებთან ერთად საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის ემზადება.